პუტინი მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს კრემლმა სოჭის შემდეგ დღეს საკუთარი პოზიცია უკვე მეორედ გააჟღერა. ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა განცხადება ეუთოს მინისტერიალზე გააკეთა. რას პასუხობს ქართული მხარე ლავროვს და დაიწყება თუ არა მუშაობა შეხვედრის მომზადებაზე. ქეთევან ქარდავა დეტალებით. საქართველოს პრეზიდენტ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ჩვენთვის უცნობია თუ რას ფიქრობს გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ გამოთქმული მზაობის შემდეგ არის თუ არა იმის შანსი, რომ დაიწყოს უკვე ამ ვიზიტის მომზადება ან რა პირობებით. მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ბაზელში სერგეი ლავროვი პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობაზე საუბრობდა, ზუსტად მაშინ დასრულდა პოლონეთში პრეზიდენტის ვიზიტი და ქართული დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობაში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ასე უპასუხა დღის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგას. სოჩში პუტინმა დღეს კი ბაზელში სერგეი ლავროვმა ხელისუფლების სახელით გამოთქვა მზაობა იმის, რომ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა გაიმართოს. არაფერი შეუძლებელი არ არის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ კითხვას უკვე გასცა ადრე პასუხი. თუ იქნება ამ შეხვედრის აუცილებლობა, თუ იქნება ინტერესი, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაძლებლობას, რომ ეს შეხვედრა შედგეს. პრესკონფერენციაზე ლავროვმა ტრადიციულად 2008 წელს დადებული 6-პუნქტიანი შეთანხმება გაიხსენა. გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი მაშინ, როდესაც საქართველოს მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე საუბრობდა. თავად ლავროვს კი არ ესმის თუ რატომ არის სოჩში დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულება ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც საქმე დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას ეხება. ურთიერთობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის და ურთიერთობა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ეს არის ურთიერთობა სუვერენულ სახელმწიფოებს შორის. ვითარდება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით არავის ინტერესებს არ არღვევს და უნდა განიხილოთ სწორედ ამ ჭრილში. რაც შეეხება 6-პუნქტიან ხელშეკრულებას, სხვათა შორის იყო ხელშეკრულებები, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს რუსი მშვიდობის მყოფელების დაცვას, ძალის არ გამოყენებას მათ წინააღმდეგ. ეს ვალდებულებები დაარღვია თქვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა, რაზეც ძალიან მწუხვარ. აფხაზებისა და ოსების განსაკუთრებულ როლზე და მათი მოსაზრებების გათვალისწინების აუცილებლობას გაუსვა ხაზი ლავროვმა მაშინ, როდესაც საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს შეეხო. რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებს, მის შინაარსთან რუსეთისა და აფხაზეთის ორმხრივ ურთიერთობას არავითარი კავშირი არ აქვს. ჟენევის დისკუსიებში განიხილება საკითხების ორი ბლოკი: კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები და ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობა, საზღვრის ორივე მხარეს არსებული ჰუმანიტარული კავშირები. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ აფხაზეთთან, მათ შორის საზღვრის ერთობლივი დაცვის შეთანხმება რუსულ სამხედრო ბაზაზე და სხვა მრავალი, ეს ყველაფერი რეალურად ზრდის აფხაზეთის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ შეთანხმებებს საკუთარი წვლილი შეაქვს კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ზრდის თვალსაზრისით, რაც ჟენევის დისკუსიის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დისკუსიებს, ის ჩაიშალა, რადგან თავის დროზე შევთანხმდით განგვეხილავ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები ჟენევის დისკუსიის ფორმატში. დავიწყეთ კიდეც მათი განხილვა და ვთხოვეთ გაეროს უმაღლეს კომისარს ლტოლვილთა საკითხებში. ამ პრობლემაში დახმარება გაეწია, თუმცა შემდეგ ქართულმა მხარემ ლტოლვილთა საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაიტანა. ეს არის სპეკულაცია. გაეროს ფარგლებში იცით, საქართველოს მთავრობას აქვს ყოველწლიური რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს დიდი რაოდენობა ჩვენი პარტნიორებისა და ქვეყნებისა და ეს რეზოლუცია იქნება როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული დატვირთვის მქონე საერთაშორისო განაცხადი. რაც შეეხება ჟენევას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ფორმატი და საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმუმი მივიღოთ ამ ფორმატიდან. ლავროვის განცხადებები შეაფასა ბაზელში მყოფმა გიგი წერეთელმა. ჟენევის ფორმატთან ცნობილია მათი პოზიცია, ისინი ცდილობენ მუდმივად, რომ აფხაზეთი და ოსეთი იყოს მხარე და ამით ადანაშაულებენ საქართველოს ამას ეწინააღმდეგება და ამას ეწინააღმდეგებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, იმიტომ რომ მხარე არის რუსეთი. პრესკონფერენციაზე ლავროვი რკინიგზის აღდგენის თემასაც შეეხო. აღნიშნა, რომ საქართველოდან ბევრი განცხადება მოისმინა იმის შესახებ, რომ ქართული მხარე პროექტს საინტერესოდ მიიჩნევს. განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ამ პროექტით. მის განხორციელებაში კი აუცილებელია ყველა მხარე ჩაერთოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ მთავრობაში რკინიგზის აღდგენის შესახებ მსჯელობა არ მიმდინარეობს. საკითხი არ განხილულა. რუსულ მხარესთან კომუნიკაცია ამ თემაზე არ შემდგარა.
ბერუჩაშვილი ამბობს, რომ უჭირს ისაუბროს თუ რა პოზიტიური სიგნალები იგულისხმა დღეს სერგეი ლავროვმა. საერთაშორისო სამართლის რუსული ინტერპრეტაცია ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი მთავარ დარბაზში, როდესაც სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალს მიმართა. ისე დასრულდა შეხვედრა ბაზელში, რომ ვერ მოხერხდა განცხადების მიღება საქართველოს შესახებ, გითხრეს, რომ იყო დაგეგმილი სპეციალური განცხადება საქართველოში კონფლიქტები, თუმცა იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილებას კონსენსუსის სახით იღებენ, რუსეთმა ამ განცხადების მიღება დაბლოკა. კეთევან ხარდავა საუბრობდა ბაზელიდან მოამბის ეთერში.